ამერიკა. წელი. არიზონა. და რას ვაკეთებამ დროს მე? ვეფიცხები არიზონას მზეთ ტრაილერის სახურავზე. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ამ უზარმაზარ სატვირთო მანქანაზე მუშაობას, რომლის სახურავზე ვზივარ ახლა მე. არ მოგესწრა ჩვენ, იმიტომ რომ მეც და გულოც ორივე ერთად ვიქნებით ამ დიდი სატვირთო მანქანის მძღოლი დღეიდან. ჩვენ მოგიყვებით ყველაფერს ამ დიდ სატვირთო მანქანაზე და ამ სატვირთო მანქანაზე მუშაობის სპეციფიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა და მოგზაურობაზეც ვიდეოებს გადავიღებთ, მაგრამ დღეიდან ჩვენ სახზე იქნება ძირითადად ამ სატვირთო მანქანის ტრაქზე მუშაობის ვიდეოები. დავალაიქოთ, გამოვიწეროთ და წავედით. Redame porblები გუგუნებს თუცილობის ზღვა სულსულის განართმევს გზა უსასრულო მზის ქვეშა დუმილი თავს ვიმშვიდებ რომ ფული სჭირდება იოია ცავი და გზა გული სადღაც სახში დარჩა იოია ამბობს ღაფარს, მაგრამ გულში ვხედავ ცანს მონატრება სარკესავით დახავს გულში სადაგზები რომ ვერ ხდება ჯანმრთელობა რაც დრო გადის იკარგება ეცხოვრება ფულისთვის ყველაფერს ძირავ პრობლემები ისა გუგუნავს კარი პანჯრებში მღერის სინათლე შორს სადღაც პნელში მე ვიქნები სანამ დრო მექნება. მოკლედ ვილაპარაკოთ დღეს უფრო ამ სფეროში, ტრაქინგის სფეროში იქნება გაცნობიტი ჩვენი დღევანდელი საუბარი და გეტყვით რომ ჩვენ 2025 წლის სექტემბერში დავიწყეთ ტრაქზე მუშაობა ერთად. ეს იმას ნიშნავს რომ გულო არის მთავარი მძღოლი, მე ვარ კოდრაივერი, ეგრე გამოდის. ორივემ ავიღეთ ესე იგი CDL მართვის მოწყობა, დიდი კომერციული მართვის მოწყობა, რომლითაც შეგვიძლია დიდი სატვირთო მანქანების ტარება ამერიკის ტერიტორიაზე და მე მგონი კანადის ტერიტორიაზეც, ხო, მექსიკაშიც და ორივემ დავიწყეთ ორივემ ავიღეთ CDL მართვის მოწყობები, მე ცოტა უფრო ადრე დაახლოებით წელიწადზე მეტია, რაც მაქვს ეს CDL მართვის მოწყობა, გულომ კიდევ სულ ბოლო თვეებში აიღო ეს მართვის მოწყობა და დავიწყეთ ერთად მუშაობა. სიტუაცია მოიტანა ისე რომ უნდა გვემუშავა ამ სამუშაოზე და povsინჯეთ რა. როგორც აღნიშნე ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა და მოგზაურობაზე ბევრ ვიდეოს ვიღებთ ჩვენს არხზე, მაგრამ ჩვენს YouTube არხზე ამ სამუშაოზე გვექნება დიდი დრო დათმობილი, თუმცა როგორც კი მოვახერხებთ სადმე გართობას თუ მოგზაურობას აუცილებლად ესეთ ვიდეოებსაც გადავიღებ და რამე სასარგებლო ამერიკაზე თუ რამე გვექნება კიდევ სალაპარაკო აუცილებლად. რაც თავარია, ბევრს საინტერესებს თუ როგორ ხდება მუშაობა ამერიკაში ტრაქინგზე, ესე ვთქვათ. და ამიტომ ჩვენ გადავიღებთ ძალიან ვრცლად ამ ყველაფერს, ჩვენ აუცილებლად გეტყვით შიგადაშიგ იმას, რომ თუ რამდენი გამომიმუშავეთ კვირაში, თუ რამდენია ხელფასი ტრაქერის ხელფასი, მით უმეტეს ესეთ, ხო, ჩვენს გვაინტერესებს, არ ვიცით, მით უმეტეს ამ როცა ორი ადამიანი მუშაობს ოჯახში რამდენი თანხა შედის თვეში დაახლოებით. ჩვენ ესე ვთქვათ, გამოცდილება, მაინც დიდი გამოცდილება არ აქვს გულოს, საერთოდ არ აქვს გამოცდილება, მაგრამ ვიწყებთ ამ საქმეს. და შეიძლება ბევრი შეცდომები მოგვივიდეს თავიდან, ბევრი გამოცდილების გამო, ესე ვთქვათ. შეიძლება გაგეცინოთ კიდევაც ჩვენს საქციელებზე. სავარაუდოდ ზოგჯერ ძალიან ვიბნევით ხოლმე, არ ვიცით რა ვქნათ, ვერ ხვდებით. სავარაუდოდ ალბათ ხელფასიც ისეთი დიდი არ გვექნება, რაც უნდა გქონდეს საბოლოოდ, მაგრამ
ნახოთ ყველაფერს მოგიყვებით ჩვენს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. ერთი რამე გვინდა გითხრათ, ვინც ტრაქზე მუშაობთ ამერიკაში, ჩვენ რახან ახალბედა მძღოლები ვართ, ყველანაირ რჩევას მივიღებთ თქვენგან, რათა კი მადლიერებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ რჩევას და ჩვენ სხვას გაუზიარებთ შემდგომ. ამიტომ მოდი ერთმანეთს დავეხმაროთ, ვინც ტრაქზე დიდ მანქანაზე მუშაობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ ესეთი სახით. დავიწყოთ ეს სამუშაო ერთად და გზადაგზა მოგიყვებით კიდევ ჩვენს გამოცდილებასაც და ჩვენს გამოუცდილობასაც, ხო? მოდი ესე ვთქვათ. ხო, ეხლა უკვე გამოუცდილობასაც. აქამდე ხო ეუბნებოდი ხოლმე რომ გამოცდილებაო, ჩვენი გამოცდილების ამბებს გიყვევითო და რას პირადად გადაგხვდაო, ეხლა გამოუცდილობის ამბებს მოგიყვებით. და ერთად ვიმგზავრებთ. წავედით მოკლედ. დავიწყეთ. ყველაზე კაი ვარიანტი. სარიელი მიდიხარ, ესე პირდაპირ ხედავ რა ხდება. ყველაზე უსაფრთხო და კაი გზა არის ჩემთვის მაგალითად. ცილის თემა როგორ შეგიძლია ატარო და თან დაიწინო ცოტა. კი, ცოტა რომ წავთლივოთ, ეგეთ შეგვიძლია. ისეთი სწორი გზა არის, კარგი გზაც არის ამავდროულად და მანქანების ბევრი არ არის, აი სუპინკილაური მანქანა და მივიდივართ ეგ. ორი არის ხალხი შევიდივართ ეხლა. მოვა ეს სათვალებიანი კაცი და ალბათ რაღაც არ მოეწონა გულო, არაო. Maybe this is my first time. I so yes. Turn around, come back in, and that other lane will get you. Thank you. უბრალოდ აწიე, გაგრილება ჩართე მთლიანად. ძალიან ცუდად გამოიყურები, ბანაობა ვერ მოასწარი, ვერც გაპარსვა, ეს მეზისხება, არ ვიცი რა მეზისხება, მაგრამ ვერ მოასწარი. მოვედით ახლა გავაჩერეთ, აგერ გავაპარკინგეთ, რომ Walmart-ში შევიაროთ, რაღაცები ვიყიდოთ, იმიტომ რომ ძალიან ბოროტი კაცი იყო, ძალიან ბოროტი ადამიანი იყო, ესეთი ბოროტის. ჯერ ხო იმ ზოლში არაო და ამ ზოლიდან შემოდითო, მოვაბრუნეთ, მოვედით და ადრე ხართ რა მოსულია და ცოტა მოგვიანებით მოდითო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ჩამოტვირთვას ეგრე ორგანიზებულად უცებ უნდა ჩამოტვირთოს, ხო? მაგრამ ეს არ იქნება დარწმუნებული, ალბათ 3-4 საათი გვაყურებს. მაგარი ცუდი კაცი. ალბათ ყველა მძღოლს, ყველა ტრაილერს მძღოლს ეს ამწარებს რა, სამწუხარო. მაგრამ ჩვენ არა უშავს, ჩვენ ცოტა განვიტვირთებით, ცოტა რაღაცებს ვიყიდით და ეგ იქნება რა. კაი ბარაქიანი Walmart-ია. აი ისი მაგნესია ეს პატარა საზამთროები შევამოწოთ, იმიტომ რომ აი ეს. ესა? ოკეი. აქ აღმოვაჩინეთ ის ფირმა, რომლის პროდუქციაც ახლა მანქანაში გვაქვს და უნდა მივიტანოთ Walmart. აქვე არის რამოდენიმე მაინში არის თვითონ Walmart-ის საწყობი და ეგ Walmart-ის მაღაზია. და ეს პროდუქტი მოგვას ჩვენ ახლა. მოვამარაგებთ ამ მაღაზიის ამით. მოკლედ ველოდებით Walmart-ის იარდზე ველოდებით ჩამოტვირთვას და ვერგონი ქარიშხალი იწყება, საშინლება ხდება იმან. აქ რომ მოვიდეს, ალბათ წარგლეკავს ყველას. დილა მშვიდობისა ყველას, ესეთი დილა გაგვითენდა და რაღაც კარგი რაღაც სასწაულის სუნებია ირგვლივ. და მე მოამზადე ესეთი დილის გემრიელობა, უყურეთ. აი ეს დილის გემრიელობა მოვამზადეთ. ეს ცხიმი ნუგონია, ცხიმი არ არის იმის ბულგარულის და იმის წვენია, პამიდრის და სოკოსი. აქვს ყველით და აქვს სამიცალი კვერცხი არის შიგნით. ეს დღეს გვეყოფა ეს საჭმელი მთელი დღე. ისეთი გემრიელია. აი ნახეთ, რა შენ რას ხოდი ხალბატონო. და ჯანსაღია, სასიამოვნო ძალიან.
გულო მოკლედ ინსპექშენზე უცებ უცებ ბოლო წამს ვიღაცას შევღები. იმის იქით დავინახე უცებ. და ინსპექშენზე შემოვიარეთ. ეხლა აქ იყო weight station-ი და ბატონმა ჩაიარა. აი უყურე თქვენ თვითონ. არ გააჩერა. ამ კაცმა არ გააჩერა და ჩაიარა გვერდზე. აი უყურე პოლიციელი სადგას აი გვერდზე. ტრუპერმა გააჩერეს, შტატის პოლიციამ გააჩერა. სულ ბოლო მომენტში დაინახე. ახლა უკვე იმ ზოლში მივდიოდი ნახევრად და შემოვყევი ბოლო მომენტში. ასე რომ ყველა ყურადღებით უნდა იყოს, აი იქ იდგა რა პოლიციელი იდგა სპეციალურად, რომ ვინმე გაივლიდა ამ ინსპექციის როგორ ვთქვა, შესამოწმებელ პუნქტს, ეგრევე რომ გაკიდებოდა და დაეჯარიმებინა, რა ვიცი, შეიძლება დააკავონ კიდევაც. ყველაზე კარგ შემთხვევაში ჯარიმით გამოვა ეს პირველი. აი $20 ღირსო აქ შესვლა. თვირთი მოყოლთ, უნდა ჩამოვცალო და პლუს $20 უნდა გადავიხადო. არ ვიცი რატომ. Zawidaksa, ulisat khatsakh shidarcha. Iyoye, vambot khabars vagam gulshi mkhedatsa. აი ეს არის ამერიკული სახლები. აი ესე შეიძლება გადაიდოს რაც გინდა. სასაცილო. ერთ დღეში იყიდი და აი შენა. მანქანა ისეთი ლამაზი საფორმო მუზეუმი ნახეთ. ტურიზმიც არისო ძალიან მაგარ გავრცელებული კოლორადოს, თურმე ამით საზრდოობს ესე რო ვთქვა. ასე რომ აი ეხლა დავათვალე ამ ჩემ თავს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მალე ამოვა ეს თმა. ესე იყო საჭირო, ცოტას მამძიმებდა და გადავიპარსე. როგორც კი მოვახერხეთ, აუცილებლად ყოველთვის დავათვალიერებთ ამერიკაში საინტერესო ადგილებს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ესე ვთქვათ მარტო სამუშაოზე ორიენტირებული, არამედ ცოტა მოგზაურობაც უნდა შევურიოთ, იმიტომ რომ მოგზაურობაში ვხედავ მე ცხოვრებას და სიამოვნებას. ტრაქზე ჯდომა ეს უკვე სამუშაოა ჩვენთვის, ესე რომ ძალიან მაგამომწონს ეს ადგილი, თუ შესაძლებელი გვექნება ახლა შევალთ მუზეუმში და დავათვალიერებთ. გადავიხდით და წავიდა. აბა შევიდეთ. inside. Okay. გავსინჯავთ ადგილობრივ კოლორადოში დამზადებულ შოკოლადს. ნახეთ რამდენი ნაირია. იმედი მაქვს გემოცეგეთი იქნება. აი მას ავიღებ მე რაღაც მომეწონა შავი. ძალიან იშვიათად ვჭამთ ტკბილეულს უფრო სწორედ და ამიტომ რაღაც აი ძალიან მესიო და გემრიელია მართლა. აი ეს არის ქუჩა. თლიანი ქუჩა აუცილებლად გავვლით აქ. თუ როგორ გამოიყურებოდა. ეხა მე და შენ აი აქ წესი დუელი უნდა გავაკეთო. მე ბოლოში გავალგულო. ეხლა ბოლოში შენ აქ დადგები და დუელი. პირველად მე ვიცი ვიყო. ოფიციალურად ფოსტა უკვე, ხო? ხო, შესანახად. ჩვენ შესვლა შეგვიძლია თუ არა, არ შეგვიძლია. აი ეს არის უკვე ფოსტა. ხალის ხუდები 88. ორ მაქსიმუმს ხედავ, ახლა შოკოლადს ჭამ. არა. Fine, Western Union. Western Union.
მოხვიდოდი აქ. გეტყოდნენ აბა გისმენთო. მე შენ გააგზავნდი წერილს დეპეშას. გაიგებდი მატარებლების ამბავსა. ინდელი კევები თურმე აი ესეთი კევები იყიდებოდა. დააწებოდი ესე ქვედაბლა და ჩამოგიდებდა შენ საყვარელ კევს. ოღონდ ღირდა 1 ცენტი. გვაქვს ნახი როცა ერთმანეთს დუელს უცხადებენ და რო ესრიან ხო ერთმანეთს და უკანა ფონზე სულ ესეთი სახლები დგას. რა პროცესი ვიწყება? სასამართლო იყო ესეთი სახით გამოიყურებოდა ძველ დროს. აჰა. ვერ ვიტყვი რომ რაღაც ძალიან ძველებულია. დღევანდელი სასამართლოებიც ესე გამოიყურება როგორც ვიცი. 1960. The wooden desk, built in 1874, is a notable feature in the laws. თუ იარაღიანი ადამიანი მიადგებოდა რომელიმე შენობას ამაგან, აუცილებლად ამას მიადგებოდა ესეთ სახით. ჩემი შოკოლადი ყველგან ჩაც, ხო? აი ესეთ ადგილს მიადგებოდა, ალბათ ხვდებით რატომ. ეს იყო ბანკი. შეხვიდოდი, ამოიღებდი პისტოლეტს და მოითხოვდი იმპარის გარებას. ეთყოდი freeze და დავაი. Open the door. და please ეთყოდი ზუსტად და აი მას გააღებინებდი, გამოიტანდი კაი ქუჩა ფულს. ბრუკლინში პრინციპში ისევე ესეთ რაღაცებს სარგებლობენ მგონი ბანკში არაფერი განსხვავება არ არის. ამერიკაში ძალიან უყვართ ეს ქაღალდობები და ციფრულ ტექნიკას ჩამოშორებულები არიან, ასე რომ შეიძლება ესეც დღეს შუშები არის ბანკებში, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები იყო სპილენძის. ზუსტად გალამაზებულიყავით ბარბერშოპი რო არის, ზუსტად ბარბერშოპები ესეთი სახით იყო. 1862 წელს. ხელით დამზადებული. აზე ხარ პროსტა, აი. ძალიან ძველია. იპარსავდა პირს და იქაფებდა აი მაგით. აი სახეს, ხო? აი მით. კიდევ. როგორ შემეშინა ამ ტიპის. როგორ შემეშინა. ხო. და ესე იგი მან რა საკეთებდნენ მე? პედიკიური? მე რა ვიცი. ბანდნენ მე მგონი ესე. აი ხაცხელ, აი აქ ნახშირი მე შეეყრიდნენ და გააცხელებდნენ წყალს. აქ ბანდნენ მე მგონი, ხო, თავს ბანდნენ ალბათ სავარაუდო და გავიცი მთლიან. თავს დაბან დაჭირდებოდათ, იმიტომ რომ რაღაც პროცედურებს ყიდარებდნენ ეგ. ხალხს რო უყურება აქ, უბრალოდ შეგშურდება განა, იმიტომ რომ ვინმე იქნება რა, განა მილიონერები არიან რაღაცა, არა, უბრალოდ შვიდი ცხოვრება. ჩვენთვის მარტო მუშაობა არ არის, ჩვენი ოცნება. თუნდაც ამერიკაში რო ვართ, ჩვენი ოცნება. ხო. ჩვენი ოცნება უფრო არის მოგზაურობა, რაც შეიძლება მეტი ღირსშესანიშნაობების ნახვა დედამიწის ზურგზე. აჭედილია? მიდი. აუ, რა მაგარია. კარგი, ეს არის სკოლა, ხალხო. წარმოიდგინეთ შენ, თქვენ რო აი ესეთ ადგილას სწავლობდნენ ბავშვები. აბა მონახი ხვიძი. თავიდან სკოლას ერქვა Harmony School. ანუ სკოლა კი არ ერქვა. Harmony School ერქვა. 1911 წელში აშენებულა ნიკა. რა საკვალი. ნახეთ, კაი ესეთი იყო გულო ჩვენ დროს. რა პატარა სკოლები იყო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ ნახე რა საყვარლოა. მაგრამ მე ვერ ხედავ ამაში რამე განსაკუთრებას, იმიტომ რომ ჩვენ დროსაც ესეთი მაგიდები იყო სკოლაში და ფეჩი უკვე დიდი ფუფუნება იყო. რა ძალიან მაგარია. ძალიან დიდი შენობა, სავარაუდოდ ეს იქნებოდა სასტუმრო იმ დროს. კი, მანახე აბა. ეს სასტუმროა, ხო მართალი ვარ? სავარაუდოდ რაღაც ეგეთი ფუფუნელები იყო დავაკვირდი. ვა! აი გამოაცხობდი. მე აქ, აი. ხო, შესაყრელი. ეს კაი ხელები, აი ხელი არ მოკიდო რა. არა, მუზეუმში ძირითადად არ შეიძლება ხელის მოკიდება. საბაზანო. ნახე რა კაია. იმას გაავსებდნენ ალბათ ხელი წინ. ხო და ჩაცო კი. გააგუბებდნენ. ეს ხდება დაახლოებით 1800-იან წლებში, ხო გულო? აი ამ ხელა მისაღები, ესე რომ ვთქვა და დაждდებოდა დაისვენოდა ადამიანი. საეცხი მანქანაა
უეჭველი. რომელი? აი ეს. კარგი, მართლა. წავიღოთ ბრუკლინში ხალხს, დაურიგოთ ესე. უნდა წავიღოთ. კარგი, ბიჭო, აი რა მართლა 1800-იან წლებში ქონდათ იმ ხალხს სარეცხი მანქანა, აი ეს საწური ეგრე ზემოთ და ბრუკლინში ეხლაც კი არ არის. მანახი ერთი აი ძრავის მანახი ერთსავე აი ის გასაგებია როგორ წვრილ მაგრამ ეს აი ესე ატრიალი ვა რატო ავირჩიე მარჯვენა ალბათ მე მარჯვენა არის ჩემი აძინებელი აი ეს ყველა ეხლაც უყვართ ამერიკელებს ხალიჩები ყოველთვის კი ე ბავშვის ისინი უყურე ბავშვის ოთახი ე ისე გამოიყურო ცოტა ის არის რა ქვია საშიშვით არის კარგაღოთო წინა მე რომ მეცხოვრა ამ ეპოქაში როცა ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და ესეთ სახლებში და ესეთ გარემოში მარტო ერთ ადგილას ვიქნებოდი ყოველ დღე ერთ ადგილას ვიждებოდი მთელი დღე და ეს ადგილი არის ეხლა განახეთ მოიქნებოდა და ჩემი ადგილი. წარმოგიდგენიათ რა დონი. წარმოგიდგენიათ რა დონის გემრიელი იქნებოდა იმ დროს კოკა-კოლა, ხო? მე ძალიან მოყვარული ვარ კოკა-კოლის და უბრალოდ რაღაც შოკი იქნებოდა იმ დროინდელი გელი. ყოველას ყოველ შემთხვევაში გაგედნენ. აფთიაქი, ხო, აფთიაქში ხო იყიდებოდა ძველად, ხო? კოკა-კოლა. აზრით იქნებოდა რესტორანი ან ლუდის ბარი, დუქანი, რამე თოლშენი. ვა, ზუსტად. ვა, ნახე რა მაგარია. ეუბნები ეხლაც კი არ იქნებოდა ეს ძველებური რაღაცა. ნახეთ ბრო, რა მაგარია. ძალიან მაგარი სკამები. ხო, ცოცხალი მუსიკა აქვს. აი სცენაც აქეთ. აქეთ ალბათ ღეროდნენ გოგოები, ბიჭები და აქეთ კიდევ ბარი. მე მგონი იმ დროს უფრო ერთობოდა ხალხი. ეხლა დრო არ აქვს უბრალოდ ხალხს. ფული აქვს, დრო არ აქვს. ან დრო აქვს და ფული არ აქვს. ან დრო აქვს და ფული არ აქვს, ხო? ხა უკვე გამოიყურები მე მგონი ნაღდი კოლორადოელ ადამიანით განგსტერ. ესე რომ შეანგრევდნენ. ფეხით ანგრევდნენ მე როგორც მახსოვს ფეხით. იხე დაახლოებით ესე გამოიყურებოდა და შიგნით ნახოთ ერთი შესაძლებელი იყო თუ არა გაქცევა. ორჯ ბიჭებს. ჩვენ მეგობრებს გამოყო. შემეშინდა თუ ჩაიგეთეო დაგვირეკეო. აი ესე სახით ყავდა. აი ალბათ ძმაკაცურად იქნებოდნენ აქ ესიჯდა. აქ კიდევ პატიმარი და ერთმანეთს ალბათ ელაპარაკებდნენ, იმიტომ რომ ესე სახით გაატერავდნენ მთელ დღეს. აი ეს გისოსები კი რკინა იყო აქ ვერ გამოვიდო და დღეს ვერ გამოვა ადამიანი იმ დროს კი არა. აბა შევიდეთ. აი ესე. აი სამი კაცი ერთ იმაში. ერთ ოთახში ძალიან სივიწროვეა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგარი სივიწროვეა, მაგრამ აბა ციხეში აქ უკვე ნახე როგორ ითომ წევს. აუ რა საშინელება. ეხლა რომ ადგეს ეს ცოცხალი რო იყოს. ის გამისკდება. ის და აქ უკვე საჭმელს აკჭავდნენ, ეს იყო მაგათი მაგიდა. და ყველაზე მთავარი უკვე მდიდარი ადამიანების ტრანსპორტები. ეს ყოფილა უკვე ინდიელების სახლი, აქ აი ესეთ რაღაცებში ტყავით შეფუთულ. აი ამ ნაგებობაში ცხოვრობდნენ, შიგნით ესე ცეცხლიანთა ჩუაში და ნახეთ უბრალოდ. დიდრებისთვის უკვე იყო ესეთი ტრანსპორტი. ოხურეთ პროსტა. ბიჭო რა ლამაზია, რა მაგარია. კი ბატონო. თუ დაიკვეხნეს ესეთ მანქანები დღეს. აი ამაზე რო იჯდები, ამით რო გაისერნო ან გაიარო, დარწმუნებული ვარ. ესა ხო? ეს დღესაც მდიდრულია მე თქო მკითხავ. ნახეთ რა მხელა ადგილებია და ტყავის სალონი ესე ვთქვათ და კაბრიოლეტი. ფიქრობ რომ მოგეწონა თქვენც. მესამე თვინა წავისვა ამ ხელზე მზისგან გამცა.
გულო მზისგან დამცავსი ისევ სახელზე რო არ დაიწვას. გარეთ გადახვალ უბრალოდ ხრუკები, საშინელება, რაღაცა აი მთლიანად. აი ეს გაყოლებაში მიყვება, გაყოლებაზე მიყვება და აქ რო ვიყო გადავხდებოდი დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით გაჩერება რო შემეძლო, თუმცა აწერია ბანაობა არ შეიძლებაო. მაგრამ გადავეშვებოდი თავით. ძალიან ლამაზია. ეს ისეთი გზა არის აი ფილმებში რო არის ბოლო რო არ უჩანს. country მუსიკას რო დააგებ და აი ზუსტად ეგეთი. რეგინა ფურგონით. უბრალოდ არ არის რა ბოლო არ ჩანს. ხშირად მძღოლები 10 მილითაც ვაჭარბებთ ხოლმე 10 მილამდე პლუს და ნორმალურად იწვება. აი დიდ მანქანაზე 5 მილი მით უმეტეს არ არის პრობლემა არსად. მაგრამ კალიფორნიასა და მიჩიგანში თურმე 1 მილიც რო გადააჭარბოთ, უკვე სერიოზულ ჯარიმას მიიღებთ. თუ დაგიჭირეს. ამიტომ არ ვაჭარბებთ. არ გვინდა ზედმეტი პრობლემები. ესე 16 მაილია მექსიკამდე და ჩვენ ტვირთი გვაქვს 17 მაილში. და რანაირად გამოდის ამერიკაში ამ ტვირთის აღება, ჯერ არ ვიცით. ამიტომ მივალთ და გაგვარკვევენ საზღვართან, იმედია რომ მექსიკაში არ გვიშვებენ მაგ 1 მაილის გამო და რაღაც პრობლემები არ შეგვექმნება. 2 კვირა გავიდა ჩემი ნული გამოცდილებიდან და ეხლა ესე მაქვს ჩაპარკინგებული. აი ზოლში. რაღაც პატარა ბავშვი მიხარია, როცა ესე ჩავაპარკინგებ, მაგრამ რომ გამომდის ჩაპარკინგება, მე მიხარია პატარა ბავშვი. გულო მოსეივებს. ფლორიდაში ვართ გაჩერებულები, მანქანაზე საბურავი გაგვიფუჭდა. ეხლა ცვლიან საბურავს და ჩვენ კიდევ გვინდა რომ სადმე დავისვენოთ, ამიტომ მივდივართ. არ ვიცით ოღონდ სად მივდივართ. დრო ვიხელთოთ, ხო, დრო ვიხელთოთ და ცოტა გავერთოთ სავით რა. იმიტომ რომ ღამის პირველ საათზე გვაქვს ჩამოტვირთვა ტვირთის. ბაზარს მოვადექით. არ ვიცი რაღაც ფლორიდას ციტრუსი აწერია. თუმცა აქ არის ყველაფერი არის, აი აქ უყურეთ, აი აქ მაკდონალდსი, აი აქ არის კიდე ვაფლ ჰაუსი, აქ გვინდა რომ შევიდეთ, ბურგერ კინგი აქა. შეიძლება თქვას ადამიანმა რომ ყველაფერი არის. გემრიელობები ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არც ერთი არ არის ჯანსაღი. აი ზუსტად ამიტომ არის ამერიკაში ადამიანი რომ იმატებს. ჯანსაღი მოგენატრება იმდენად არარეალურია აქ ჯანსაღი საჭმელით ჯანსაღი ყვება. მაგრამ აქ აი ესეთ პატარა ბაზარი აღმოაჩინეთ, სადაც იყიდება ციტრუსები და რაღაცები, აი დავათვალიეროთ ერთად, ძალიან სასიამოვნოა და სავარაუდოდ აქაც რამე ჯანსაღის ყიდვა შეიძლება. აფლი რაღაცები გულო ტყემალივით რაღაცა კიდევ. ვიყავით და რა ავირჩიეთ საბოლოოდ. ვაფლ ჰაუსში ვიყავით, რაღაცა გამოვედით არ მოგეწონა რაღაც პურები და რაღაც. პური და პატარა ვერმიშელები. როგორც ამერიკელებს შეეფერებათ. მერე აქეთ ბურგერ კინგია, იქით მაკდონალდსია, გადაღმა ვენდისია და დანკინ დონატია. და საბოლოოდ მოვედით რა ქვია ამას? აი ზაქს როგორ გამოდის ზექსბის? არ ვიცი, ალბათ. ზექს რესტორანს ეძახიან ზუსტად იმიტომ რომ აი ესეთ ზემოთ დაკიდული ესეთი რაღაცები ჭაღები და რაღაც ქართულ რესტორანსაც წააგავს, მაგრამ ამათი საჭმელი რა არის? ამას არ მიაქციოთ მალე ამოვათ, ხა? აი ეს არის წვენი, ოღონდ არ ვიცი დაბლა არის წვენი და რაღაც აი ესენი მომყვება კიდევ არის соуსები. აკო. აი ესე გამოიყურება ძალიან ლამაზად და მართლა გემრიელია, ძალიან გემრიელია. ეს წვენიც ძალიან გემრიელია. არის ნატურალურია თუ არა, მაგრამ ძალიან გემრიელია. ემო? ალბათ არ არის, ხო. მაგრამ ჩვეულებრივ გაზიანი სასმელივით არ არის, ნატურალური წვენივით უფრო არის. ორი ადამიანი გიახელით. და დაგვრჩა რა. აი სალატი დაგვრჩა და ერთი ტაკო დაგვრჩა, წვენის დაგვრჩა, იმიტომ რომ მეც ვერ ვჭამთ. თუმცა გული გვაქვს. ხო. ძალიან მოთხოვნადი არა კუჭი არა. ხახდით რომ ფლორიდა არის ჩვენი შტატი და ფლორიდას თვლით ამერიკად. ნიუ-იორკი არ არის ამერიკა, ჩემი აზრით. ფლორიდა არის ამერიკა. მაგარია, მაგრამ მოგწონს
ფული რო ქონდეს აქ ვიყიდით სახს. ვავსებთ ამ კალათს რაღაცებს ვიყიდით და წავედით შემდგომ ტვირთზე. ახლა მოვედით უღელტეხილი, ესე დავარქვი ჩვენ ამ i24-ს და გადმოვედით აი ესეთ რესტარიაზე გავაჩერეთ. იმიტომ რომ დღეს პირველად გავაკეთეთ ჩვენს კუქერში, ესე იგი ქვაბში არ ვიცი რომელიც ამზადებს ელექტროენერგიაზე მუშაობს, დღეს პირველად მომზადეთ ხორცი და ბოსტნეული და ამიტომ აი აქ უნდა დავждეთ. სტარეებზე, აი ესე დასასვენებელ ადგილებზე ადამიანს შეუძლია ცოტა დაისვენოს, ცოტა რაღაც ბუნება ნახოს, განიტვირთოს და შემდგომ გააგრძელოს გზა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გარემოში ჭამას კიდევ ცალკე სიამოვნება ალბათ თქვენც დამეთანხმებით მაგაზე. ჩავდივართ აქ ტბაში და ზოგადად ეს უკვე იმას ვარჯიშსაც ხელს უწყობს ცოტა სისხლის მოქმედებას და ასევე თვალებსაც წყალს და თვალს რას დავალევინებთ გულო? წყალი კაი თვალმა დაალიოს და მე ამას დავლევ. ნახეთ როგორ ადგილზე ვართ, კუნძულზე ვართ თურმე. ვა, რა მაგარია კუნძულზე. ტენესის welcome ცენტრი, ესე იგი ეს არის უკული ამას უკული აი. ჯასპერი. ხო. და ეს რა წყალია? ტენესის მდინარეა, ესე ქვია რა. ჯასპერი ალბათ იცით ხო, ვინც არის ჯასპერი? არის ჩვენი საყვარელი ძაღლი. როცა ჩავალ საქართველოში აუცილებლად ჯასპერის ბევრი ვიდეოები გვექნება. ვინც არიცით, გაიცნობ თუ რა კაცია. რა ვაშკაცი ყავს. ცოტა პროტონაც არის ისე. ცოტა. დედამის ვერ დაემსგავს. კი. თავში ტვინის მაგივრად ხარი უტრიალებს და ყურები კიდევ იმებს. ყურებიდან ბოლოს. ხო, მაგრამ კაი გულის კაცია რა. ალალი. ალალი კაი გულის ადამიანია, კაი გულის ძაღლია, ასე რომ მაგისტრალი. სასიმონო ყველა ბუნებაშია რაღაცაი. კაი გარემო ამერე სისუფთავე საპირფარეშოებში, ცივი წყალი, ცივი წყლის შადრევნები. სასმელი წყლის და კარგად გრძნობს. არა, ეს მართლა მაგარი მოწესრიგებული თემა, ეს გვიკვირს, რავი, ჩვენ ქვეყანაში არ არის ესე მოწესრიგებული და ერთადერთი რაც უკეთესი არის ამერიკაში, ალბათ ეს არის. სხვა დანარჩენი საქართველოში ალბათ. აი ჩაპარკინგება უკვე ისე დაიხვეწა. რა სიტყვი გულო როგორ არის დახვეწილი? თან პატარა ადგილი მქონდა წინ. მაგრამ მაინც ესეთ მოკლე ჟამში რეგისტრაცია. მოკლე ვადაში რომ იმასკერი, ხო? 90 გრადუსში, მაგრამ ჯეკ ნაიფს ეძახიან, ჯეკ ნაიფი შემოვიყვანე ესა და ჩაპაჭკულია, როგორც საჭიროა. ასე რომ როცა ტვინი გიჭრის ადამიანს ცოტა მაინც არაფერი ნახევარწლიანი და 1 წლიანი და 5 წლიანი გამოცდილება არ არის საჭირო ამ საქმეში. მე ესე ვიტყვი. ეს გამოიყურება დელივერი. აი ესე და ესე. ვარს რა ესე წკიბზე რო არის ყველაფერი მიმჯდარია ესე ლამაზად. დაახლოებით ალბათ 3.5 არა 2.5-ია და ეხლა აგერ გავაჩერე ეს მანქანა რომ დავისვენოთ გულოს უკვე ძინავს და წარმომიდგენია ხალხო როცა ერთი ადამიანი მუშაობს ამ საგმეზე უძილობას რამხელა ადგილი უკავია ესე ცხოვრებაში ადამიანს ესე ცხოვრებაში და მუშაობის დროს ძალიან ძნელია რა არავინ არ თქვას რომ მარტივი საქმეა ეს საქმე მართლა ძნით ამ საქმეზე მუშაობა სავარაუდოდ ჯანმრთელობას ძალიან უნებს ამიტომ ძილი არ უნდა მოიკლო ამ საქმეზე როცა მუშაობ მე თუცა ეხლა ხნედ გამოვიყურები და ესეც არის რაღაცნაირად დიდად არ მეძინება, მაგრამ მაინც აუცილებელია ორგანიზმის ძილი. ამიტომ უნდა დავიძინოთ ყველამ თავის დროზე. ვიზეთ ეს მშვენიერ ადგილას. რა გვინდოდა ერთი ეგ თქვი რა. რითი დაიწყო დილა? დილა იწყება ყავასთან ერთად თუ რასთან? აწონით. სასტორზე იწყება, იმიტომ რომ ამოწმოთ ყოველდღე თუ რამდენი დავიკელით. და მიდის ეს პროცესი კარგად. რა კაია ცხოვრება, ჭამს, სვამ და იკლებ. სამი კარგად გავიარეთ, კაი ბლომა და გასავლი გვაქვს დაახლოებით რამდენი ალბათ 200 რაღაცა კილომეტრი და მაილი და იქნებით ადგილზე. აი იქით ხარესაც ძალიან ცოტა ადგილები ქონია ხარ. 5
Follow Interstate 25. არ არის ყოველთვის ესეთი ცარიელი და მშვიდი. ხო. განსაკუთრებით სიკვდილეში. რა შვები ნიკუშა? ამ დილით ვარჯიშობ. ენერგიები ხო უნდა დავხარჯო გუშინ. რა ისე უცელი გამოფატრა. მე ესე იგი ეს ტვირთი სამ ნაწილად დაიცვლება. პირველი ნაწილი ჩამოვტვირთეთ ჩვენ რა ხდება. ნიკუშა მიაბავს უბრალოდ იცეთ გამაგრებს ვითომ არაფერს არ შველის ეს ვკინები, მაგრამ აი ეს რა შველი დამხელათვის უზო. ამდენ ტონადით ეს ვერ დაიჭერს. მექსიკოში ვართ ახლა ველოდებით. რამდენ ხანში ჩაგვიგდებს ტვირთს დისპეჩერი და წავალთ, ოღონდ არ ვიცი სად წავალთ. მაგრამ აქ შვენივრად ვერთობით. 2600 მაილამდე 2500 რაღაცა მაილი მოგცეს დღეს კალიფორნიიდან და ოღონდ საღამომდე არ ვკეთავენ, ამიტომ ბანაობას მოვასწრებთ, ამას მოვიშორებ და ეგ იქნება და მომდევნო 2 დღე უნდა ვიაროთ. იარული დილა გავითენ და ეხლა მოვიდეთ აქ საწვავის ჩასასხმელად ცოტა რაღაცას წავიხემსებ და გავაგრძელებთ გზას. რამ სიგრძეა უბრალოდ ეს მანქანა. შიგნით როზი ხარ წინიდან ძალიან მარტივი ჩანს ყველაფერი, მაგრამ ეს ხო არაფერი არ არის ხა აქ შემოხვევა, ეს არაფერი არ არის აქ შემოხვევა. მაგრამ წარმოგიდგენია თქვენ ზოგ ადგილას ისეთი ვიწრო ადგილებია, იმდენად ვიწრო ადგილებია, რომ ანდაც ახერხებს ულო შეყვანას და ეს ძალიან მაგარია. მაგალითად ეს მექსიკელი ბიჭები არიან, მექსიკური ქუდებით, იქ კიდე მექსიკური რაღაც მაღაზია რა ბუდკასთან რაღაც მანქანაზე. ნიუ მექსიკოში ვართ, არ არის გასაკვირი ხო, ბევრი მექსიკელი რო არის. ისე ბედნიერი ხალხია. ამაზე ვიტყვი რომ მაგარი ბედნიერი ხალხი, იმიტომ რომ სულ ყოველთვის ესე ღერიან და ან სასიამოვნო მართლა აი ესეთი ბილიკიც არის გაკეთებული და ერთ-ერთი უზარმაზარი ტყე ყოფილა, მოკლედ დაახლოებით რამოდენიმე 10 კილომეტრია შიგნით შესასვლელი, მაგრამ ჩვენ 10 კილომეტრს ვერ გავივლით ფეხით. მე კი ისევ ფორმაში ვარ, ისევ მაიკით ვარ. ძალიან ცეკვანილი მიეგეთ რა მაგარი გირჩე. რა გამხმარია. ოპა. ეს ამის დატოვება აქ ამ მანქანის ავხსენ და всё გადის გულო. ოღონდ ადუშკების დაწევა ყოველთვის გავიწყდება. რა მაგარია მოხსნილი მით ტრაილერის გარშე, ოღონდ სულ გავიწყდება მოხსნილია თუ არა ტრაილერი. ჩემს ვიდეოებში სულ გულოზის, მაგრამ მაინც ტვინი მაინც, კაი ამას გავთიშა. ტვინს მაინც დამახსოვრებული აქვს, რომ დიდი მანქანაა და ყოველთვის ეგრე ვჭერს. მიდი. კი, მოატრიალებ. ნორ შვარცენეგერის ქალაქში ვარ და ასევე პატარა სომხეთში. In a quarter of a mile, turn right onto South Willow Avenue. გზებზე ძირითადად მაქსიმალური დასაშვების სიჩქარეა 120 კმ/სთ. არა, რა ვიცი ხა. ჩემთვის წარმოუდგენელია ისეთი ციცაბო და მოკიბული უღელტეხილები არის, რომ არ ამგონია ნორმალური იყოს მაქსიმალური სიჩქარე სიარული 40 ტონიანი ტრანსპორტისთვის. ყოველთვის აი ძალიან მაგარი მოსახვევი თუ არის, ზუსტად იმ დროს ხდება, ვინც გაასწრებს, ან ყოფილა რომ ჩვენ ზუსტად მაგ ადგილას გვიხდება, აი მოსახვევი სადაც არის, იქ გვიხდება ესე ვთქვათ მოხვევა. რატო? არ ვიცი, აზრი არა ვარ, მაგრამ ესე ხდება. აქვე ახლოს არის ინდიელების ნაციონალური ცენტრი. ძალიან დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი.
გულო ერთად შევხედე გეხვეწები რა ნახე ერთი მითხრა გულოს რაღაცა ესია უნდა გუჩი ღამე ზემო დაწოლაზე ვიდაწვა და რა ნახე გეხვეწები ძველი მძღოლის ტრაქერის ჩანაც პროზა უყურეთ რა ძველი ვინც იწვა ვინც საკვანძო სიტყვაა უკრაინულად და თავისი პრონუნციეიშენით ხო destination უყურეთ რა შიპერ მანახე receiver აჰა appointment CD ეს გასი სიტყვა რაც ტრაქერებში ირდება და ესე აქვს დაწერილი ბროკერი რო დაურეკავს და hi can you confirm your current location და მე რუსულად არის თუ უკრაინულად გადათარგმნილი და მე კიდევ ეს რა არის can you confirm ეს რა არის გულო ვითომ თავიანთ ენაზე რო წარმოთქვან ხო აუ პროსო რა სასაცილოა და ეხლა წარმოგიდგენია თქვენ რომ ბროკერი დაარეკავს და ამას hi can you confirm your current locations რო ეტყვის პროსო უბრალოდ ბროკერი ისე ეტყვის აი ხო ისე ლაპარაკობი ისე ჩქარა ინგლისური რომ ციცოდე მაინც ვერ გაიგებ თავიდან უნდა კითხო და ეს რა შველის შეიძლება ესეც ერთ სიტყვას იგებენ და მაგით აკეთებენ დასკვნებს ფალცებს გულო დღეს თვის ბოლოს არის ბოლო დღე მუშაო 4 კვირის ბოლო მუშაო დღეა და წავალთ გადავფრინდებით სანამ ნიუ-იორკში გავფრინდებით ეს არის ჩვენი თვის ერთი თვის სამუშაოს ბოლო ღამე გავიპარსავთ მივანავებ და რამოდენიმე საათში გვაქვს უკვე ფრენა ასე რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღეში სულ რაღაც ერთ კვირაში დავბრუნდებით და შევუდგებით ისე მომდევნო თვეს დავადგებით სავარაუდოდ ყოველი თვის ბოლოს ესე დავისვენებთ ოღონდ არ ამგონია რომ ნიუ-იორკში დავისვენოთ ხშირად უბანეთ ესეც დაუბანეთ ჩვენი მანქანა დიდი მანქანის კარებას რო სწავლობდი სკოლაში ხო დავდიოდი ამ მანქანით რომ მივიდოდი საათნახევარი გავატარებდი იმ დიდ ჯლაგუნა მანქანა ყავდათ ძალიან და ერთხელ რო ჩამოვედი იქიდან იმ ენერგიით და რამის მოუწყი და საჭი ოღონ სერიოზულად აი ძალიან გამწარებული როგორც იმას ვეჯაჯგურებოდი ეგრე მომივიდა აი იგივე მოგივა ეხლა რო დაძრა არა უბრალოდ დილაუთენია ეხლა ძალიან იყოფა აი აქ იყოფა ხით და ისე მაგას კიდევ არაფერი არ ადარდებს. კაი ადგილია დილა. არ ადარდებს ორშაბათი დილა არის და სეირნობს ცურავს. დილა არის. ჩვენი ესე იგი მუშაობის 4 კვირის ბოლო დღეა. ხვალ მივფრინავთ ნიუ-იორკში და აი ახლა გამოვისცენეთ, იმიტომ რომ ჩამოტვირთას ცოტა დრო სჭირდება. დროს რო ჩავიგდებთ, ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაც ავიცოთ ადგილობრივი. კი. მოაჩვენეთ ესეთი არ ვიცი ხილი რა არის რაღაც პატარა ვაშლებს გონია ალი ბუხარი გულო გუგლავს შეიძლება თუ არა ჭამა და სასულენთან გექნება პრობლემა რომელიც რკინიგზას უკავშირდება აუცილებლად რეკავ ამ ნომერზე და ეუბნები საიდენტიფიკაციო ნომერს აი ამ ადგილმდებარეობის ამ ნომერზე უნდა შეატყობინო განცხადება, იმიტომ რომ 9-1 რო დარეკო რა თქმა უნდა მოვლენ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ყველაზე ზუსტი და ნამდვილი ეს არის. ნუ ყველა სწრაფ რეაგირებას მოახდენენ ესენი როცა უსაბთ ხო რა? ამას ვერ აუვლიდი გვერდს ვიღაცის BMW 1200 GS აი ჩემი ოცნების მოტოციკლეტია ეს არ არის ძალიან ახალი მოდელი და 1300-იც არსებობს, მაგრამ მე ეს მოდელი მომწონს, მაგრამ აი შეხედე რა მატრაკაცობა არის. Motorcycle parking only. აუ რა საყვარელია მომწონს, მაგრამ რა. ეს სპეციალურად შეღებილია თქონე უყურებ просто. ხო, მეგონა რომ ძალიან ჟანგიანი და რა იმას გავს. ეხლა მინდა განახოთ ადგილი, სადაც ადგილები, ესე ამ ქვეყანაში ადგილები, სადაც მეზიზღება ტრაილერით სიარული. ქართული გზები, ეს ესტაკადები, რაღაც ძალიან მეზიზღება, ძალიან მღლის აქ. ყოველ ჯერზე ქალაქში რო შედიხარ,
ყველაფერს თავი უნდა დაადგა ესეთ იმებს ახლართულ გზებს. ეს მართლა ტვინს ხლის ძალიან. შენც ეგრე გესაყვარლება ეს მატარებელი? ძალიან სწრაფი და ის არის. მოხერხებულია. ძღოლის გარეშე რა სწრაფად არის, თორემ ძღოლი ტრაიკი. მოვასწარით თუ არა თვითონ გამაცა. მოვასწარით და კიდევაც ველოდებით და კიდევაც რო დაგვრჩა. კარგა, ხო შესაძლოა. რა ლამაზია. მოგიყვარა შემბარაკიანო. ზუსტად ეგრე რა ლამაზია რა. და შევკვედეთ კიდევ ხინკალი და ლობია. ქართული არის ყველაზე მაგარი ხორცო.